მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია ბატონი თემურ მაისურაძე. ბატონ თემო, როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით. ძირნესი მადლობა, მოგესალმებით. მივესალმები თქვენ აი მაყურებლებს და ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული თქვენს მიერ წამოწყებულ აი რო თქვენ ძალიან კარგ საქმეში, ისე რომ ყველას მივესალმები და რაც უფრო მეტად გაფართოვდება ეს რე, მით უკეთესი. ძალიან მოხარული ვარ და თქვენი მხარდაჭერით და შემწეობით ჩემი იდეას ნელ-ნელა ვახორციელებ. რაც ძალიან მახარებს. ბატონ თემურ, ჩვენი წინა ვიდეოს გადაცემის შემდეგ გარკვეული კითხვები დაგროვდა და ჩვენ მაყურებელს ესე დავამშვიდობთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ კითხვებზე პასუხებს გავცემდით. კი ბატონო. ხო და ამ გადაცემაში მინდა ორი თემა დავძვრა, ესე იგი, დავიწყოთ ესე დაგროულ კითხვებზე გავცეთ პასუხი და შემდეგ მნიშვნელოვანი რამ განათლების რეფორმის პროექტი. ბევრი კითხვა გამოიწვია ამან. ბევრმა აბსოლუტურად შეგნებით მიუდგა და მართლა ინტერესებს თვისობრივად რა ცვლილებები იქნება, ბევრი ინტრიგანი იყო, ეხლა ამის გარეშეც ძნელია ეხლა წარმოიდგინოთ თანამედროვე პოლიტიკური ველი და შეძლებს დაგვარად გავცეთ პასუხი. მოკლედ დავიწყოთ კითხვებით. კი ბატონო. ესე იგი, ჯერ ძირითად პათოს გავაჟღერებ. ერთი რომ ყველა გულშემატკივრობთ, ყველა სურს რომ თქვენ ჯანმრთელად და დიდი ხნის ჯანი გქონდეთ, რომ საქართველოს საკეთილდღეო საქმეები აკეთოთ. აქ იყო თხოვნა, რომ უпростоრეთ მოწოდება იყო, რომ როდის დაბრუნდება ბატონი თემური დიდ პოლიტიკაში გულისხმობენ საპარლამენტო არჩევნებს და რა პლატფორმით წარდგება, ამაზე კარგი იქნება თუ იტყვით. და ეხლა უშუალოდ კონკრეტულ ესე იგი კონკრეტული კითხვები. ესე იგი, ერთ-ერთი კითხვა იყო, რომ დასაქმება, ხელფასები და პენსიები. ჩვენ ვისაუბრეთ, რასაც საქსტაცაა გამოქვეყნებული, რომ საშუალო პენსია, საშუალო ხელფასი არის ეს N ციფრი, ეხლა რო არ გამოგვეკიდონ დაუშვათ იქ მონაცემები ცვალებადი იყო, მე რაც ვნახე და რა შეიძლება რომ მოხდეს? ჯერ დასაქმება ალბათ უნდა შეიქმნას და ალბათ მერე უნდა გათანაბრდეს ეს ხელფასები თუ ჯერ ხელფასებისა და საპენსიო პოლიტიკა დასაგეგმ. თქვენ როგორ ხედავთ? როგორ უნდა განვითარდეს ეს ყველაფერი? კი ბატონო, პირველი და მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ საქართველოში არსებული კანონი ტენდერების შესახებ ხელს უწყობს სწორედ იმ სურათს, რომელიც გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო არის ძირითადი დამკვეთი, ყოველ წელიწადს რამოდენიმე მილიარდის დაკვეთა აქვს და ტენდერს იგებს ის ორგანიზაცია, რომელიც აწვდის ყველაზე დაბალ ფასს. დაბალი ფასი რას ნიშნავს? ძალიან დაბალ ხარისხის პროდუქტებით საქმის გაკეთებას და მეორე და ძირითადი, რაც შეიძლება დაბალი ხელფასების მიცემას. ამიტომ ძალიან ხშირად ბიზნესმენები ამბობენ ხოლმე, რომ იცით რა, ჩვენ კადრები არ აყოს და რა თქმა უნდა, იმ ფასში, რომელსაც ისინი იხდიან 1000, 1200 და 1500 ლარად კვალიფიციური სპეციალისტი იქ არ მივა. მაშინ, როდესაც ერთ დაკვეთაში შეიძლება კვალიფიციური სპეციალისტმა 3 დღეში ან 1 დღეში აიღოს ის 1200 ლარი. მაგალითად, კარგმა მეთუნუქემ, მაგალითად, კარგმა შემდუღებელმა და ასე შემდეგ. ანუ კადრების საკითხი გვარდება ხოლმე ასე. თუ შემოდის რომელიღაცა ორგანიზაცია, აქვს ახალი პროექტი, ვიდრე ის ახორციელებს აი ამ წარმოების თუ რაღაცის გაკეთებას, კადრებს აგზავნის წინასწარ მოსამზადებლად იმ ორგანიზაციებში, რომელსაც ყავთ ასეთი სპეციალისტები. ვიდრე აშენდება და გაეშვება წარმოება, სპეციალისტები უკვე კვალიფიციური იმ კონკრეტულ დარგში, რომელიც ჭირდება, ჩამოყავს უკან და თუ მათ აძლევს შესაბამის ანაზღაურებას, ისინი სამსახურიდან არ გარბიან. მაგრამ ისინი სამსახურიდან გარბიან და მერე ესენი დაეძებენ კვალიფიციურ კადრებს, იმიტომ რომ მათი გადახდილი ჯამაგირი არის სასაცილო. აი ეს არის პრობლემა. ეხლა მაგალითად რო ვთქვათ, რომ აი საქართველოში ყველა კვალიფიციური კადრი დასაქმებულია და აი კიდე სულ ამობ ხოლმე დამისახელეთ, რომელ დარგში, რომელი სპეციალისტები გჭირდება და მე გიშოვით. მაგრამ დამსახელებელი არავინ არ არის.
აი მითხრან რომელ დარგს რომელი სპეციალისტები აკლიათ. ეგ რაც შეეხება დასაქმებას. ეხლა და მათ შორის კვალიფიკაციის საკითხებს. რაც შეეხება იქ იყო შეკითხვა პენსიებზე 2 თუ 3 ადამიანს ჰქონდა პენსიებზე. შეკითხვა მე შემიძლია ვთქვა რომ ნებისმიერი მცდელობა ხელისუფლების ან ხელისუფლებების გაზარდონ პენსია თლიანი შიდა პროდუქტის ხარჯზე გამოიწვევს უსერიოზულეს ინფლაციას. ვისაც ეკონომიკა ესმის ძალიან კარგად იცის რომ პენსიის მატება შესაძლებელია ახალი სამუშაო ადგილებიდან გადახდილი საშემოსავლო მზარდი საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე. ანუ თუ სახელმწიფო მუშაობს იმაზე რომ ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, სახელმწიფოს ამოცანა ის კი არის რომ აი ამა თუ იმ ინიციატივაში იქვე ნახოს მოგება, არამედ გააჩინოს რაც შეიძლება მეტი კვერცხისმდებელი ქათამი, რომლებიც როდესაც ამუშავებენ ხდებიან გადამხდელები. ანუ სახელმწიფო მინიმალური პროცენტით იღებს უცხოეთიდან ძალიან დიდ სესხს, მაგალითად 10 წლით, 15 წლით. კარგ ინიციატივებს აფინანსებს თვითონ და გარანტია არის რა, იცით? თვითონ ის ბიზნესი, თუ ადამიანმა ვერ გაკაჩა და ვერ ისაქნა, სახელმწიფოს უფლება რჩება რომ ის გაიტანოს და აქციები გაყიდოს და თუ ადამიანი გაართმევს თავს, იმ 10 თუ 15 წელიწადში რამდენიცაც მას აღებული აქვს ეს სესხი, ამ სესხის დაფარვა, ანუ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება და რაც შეეხება გრანტებს, ახლა დავასრულებ მაგითი. ანუ თუ იქნება კანონი ესეთი, რომ იმის რა ქვია, გრანტები რაღა იყო ბოდიშით ტენდერები. თუ ტენდერი გამოცხადებულია რაღაცა ღირებულების პირობითად 10 მილიონი, არავის არ აქვს იმას უფლება, არ უნდა ქონდეს უფლება დააკლოს თუნდაც 1 კაპიკი. მაგრამ იმარჯვებს ვინ? იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი შეთავაზებაში აქვს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, პირობითად ადგილობრივი ცემენტი, ადგილობრივი აგური, ადგილობრივი ბლოკი, არა ხარისხის ხარჯზე, ხარისხის დაცვით. მეორე, აქვს უფრო მეტი საგარანტიო მომსახურება და მესამე, ადგილზე შეუძლია გაუწიოს საგარანტიო მომსახურება, მას შემდეგაც, უბრალოდ საგარანტიო მომსახურების შემდეგ გაუწიოს მომსახურება, საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგაც. თუ ეს სამი კომპონენტი იქნება გამარჯვების რომ იტყვიან ნიშნულები, მაშინ ვინმეს გაუჩალიჩო გამარჯვება ტენდერში იქნება შეუძლებელი, იმიტომ რომ იმარჯვებს კონკრეტული ციფრები. ამან შესთავაზა მაგალითად 5 მილიონიდან 3 მილიონი ადგილობრივი წარმოების ღირებულების პროდუქტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, რეალურად ეს ბერკეტი არის სახელმწიფოს ხელში და ნახეთ რა მომენტი ჩნდება. თუ მეწარმემ ან ბიზნესმენმა იცის რომ ადგილობრივი წარმოების კომპონენტი მთავარია გამარჯვებაში, მაშინ ის სწავლობს საბაჟო რომ ვიტყვიან საბაჟოზე შემოტანილი პროდუქტების, ანუ სახელმწიფო რას ყიდულობს სტატისტიკას და ადგილზე იწყებს მაგალითად უნიტაზების წარმოებას, ეგრეთ წოდებული კაფელის წარმოებას, ადგილზე იწყებს ყველა სხვა დანარჩენი პროდუქტების წარმოებას, რომელსაც კონკრეტულად სახელმწიფო დაკვეთით ასრულებენ. ანუ მე გარანტია მაქვს, რომ ჩემი პროდუქცია გაიყიდება, იმიტომ რომ თავარი არის ადგილობრივი წარმოების კომპონენტი. მარტივია თუ გინდა. და სამუშაო ადგილებიც ბევრი გაჩნდება, ბევრი ახალი წარმოება გაჩნდება და მაგას პლუს, ნათქვამი მაქვს მგონი ბევრგან, დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა. ანუ იქ, სადაც ეკონომიკა არ ყვავის და არ ხარობს, მოგების და დამატებით ღირებულების გადასახადი უნდა იყოს უკუპროპორციული იმ რეგიონში დაცლილობის. პირობითად 80% დაიწყება მოსახლეობა აი ამ კონკრეტულ სოფელში, იქ წარმოებული პროდუქცია იქნება 80-ის შებრუნებული, ანუ 20% უნდა გადაიხადოს დამატებით ღირებულება და საშემოსავლო გადასახადი. ანუ სტიმულს ვაძლევ, რომ წარმოებები გავიდნენ რეგიონებში, რადგან საქართველოს 1%-იან თბილისში, სადაც მხოლოდ 1%-ია დასახლებული, მაქვს 63-65% ეკონომიკის და მთელ დანარჩენ 99%-ში აი ის მაჩვენებელი რაც მოგახსენეთ 35%. რეალურად სწორ მოქმედების სიტუაციაში ამის გაკეთება შეიძლება. ანალოგიურად სოფლის მეურნეობაში, ვინც სოფლად მუშაობს,
მიიჩნევა რომ ის არის თვითდასაქმებული. ანუ თვითდასაქმებულია და მორჩა. მაგრამ იმის გამო რომ მიწები დაქუცმაცებულია და ჩვენთან ტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის წარმოება არის შეუძლებელი, სახელმწიფო უნდა გამოვიდეს თვითონ ინიციატივით, რომ მაგალითად თუ სოფლის აი კონკრეტული მოსახლეობა მაგალითად მანდარინის წარმოებაში გააერთიანებს მიწებს მინიმუმ 300 ჰექტარს, მე ვდებ ტექნიკის თანხას, ყველაფერს აბსოლუტურად მართლა თქვენია, მაგრამ ვაკონტროლებ და თუ იმ 10-15 წელიწადში თქვენ ვერ დააბრუნეთ ის თანხა, რომელიც მე თქვენ უპროცენტოდ მოგეცით ან მინიმალური პროცენტით, მართლაში გადაეცემა შემდგომ უკვე ჩემს მიერ დანიშნულ როიტყვან ხელმძღვანელობას. ისე რომ აი აქაც ჩნდება ნახეთ როგორი მომენტი, ვისაც აქვს მიწა, ის შედის თავისი მიწის შესაბამისი მოგების მისაღებად და ამავე დროს თუ უყვარს ტექნოლოგიები, თვითონ მუშაობს მაგალითად კომპიუტერზე, თუ უყვარს მაგალითად ავტომობილების მომსახურება, აი ამ უკვე განვითარებულ ამუშავებულ რეგიონებში მუშაობს თავისი დარგით, იმიტომ რომ იქ სადაც არის მრეწველობაც და სოფლის მეურნეობაც და გადამამუშავებელი მრეწველობაც, ეგეც მე უნდა ავაშინო სახელმწიფომ თავიდან და მე ადგილობრივ მოსახლეობას მივცე მისი გამოსყიდვის უფლება. ანუ აქციებს ყველას აქვს უფლება პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობამ გამოისყიდოს ეს კონკრეტული წარმოება. ეს იქნება მანდარინის გადამამუშავებელი და შესაბამისად მაცივრები თუ ასე შემდეგ, რაც ამ საქმეს ჭირდება. ისე რომ სახელმწიფო მოგებას აქ ვერ ნახულობს, მაგრამ ესენი რომ ხდებიან გადამხდელები, მე იღებს შემოსავალს. აი ეს არის მიდგომა. და თუ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სახელმწიფო შეუძლია უკვე პენსიები გაზარდოს ადეკვატურად დასაქმებიდან აკრეფილი საშემოსავლო გადასახადებას. და არა ფიქსირებული, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვს. უბრალოდ პენსია არ ქვია, ეს არის ეხლა რაც ჩვენთან არის, ამას ქვია კომპენსაცია. ეს არ არის პენსია. იმიტომ რომ მე როგორც წესი ბატონ თემურ თქვენ შემისწორეთ თუ არასწორად მესმის, როცა აი ესეთი ფისკალური ხელფასების ან პენსიების დაიწყება კამპანიური ხასიათის, ეგრევე მიყვება ფასები და მოხმარებელი, ანუ მოქალაქე ვერანაირ იმას ვერ ნახულობს. ვარგი იმას სარგებელს. სხადია. გასაგებია, ძალიან კარგი. შემდეგი კითხვა იყო ბატონ თემურ, სოციალური დაცვა. სოციალური დაცვა შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მივაბათ იმ თემას, რაც ახლა 2 წუთის წინ ბრძანეთ. და შესაძლოა კითხველი, უბრალოდ მაყურებელი გულისხმობდა რას, იცით რომ სოციალური პროგრამები, ალბათ ეს არის სადაზღვევო პოლისები, ალბათ ჯანდაცვის სისტემაში თუ დავუშვათ აფილირებული კომპანიები, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებთან ერთად რაღაცა აქტივობებს გადიან და როგორ შეიძლება ეს სოციალური დაცვა ცალკე კითხვად განვიხილოთ თუ ეს მაინც შედის აი პასუხში, რაც თქვენ ბრძანეთ. მე მაგალითად მე ესე ვხედავ როგორც ემიგრანტი, ჩემი პირადი პრობლემებიდან გამომდინარე და მსგავს სიტუაციაში ბევრია ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში, ევროპაში და ისრაელიდან ყავს მაყურებელი, რაც ძალიან მახარებს. ესე იგი სოციალური დაცვა არის რომ როცა ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება თავის არეალში, თავის სამშობლოში, ის შეგუებული არის როგორც ჩანს იმ ახალ გარემოს, სადაც მან განლო 10-15 წელი, შეიძლება ზოგმა მეტიც. და შეჩვეულია აი ამ სოციალურ ბუფერს, ანუ რაღაც დაცულობას. და ითხოვს ცუდი ნათქვამია, ელოდება რომ რაღაც მსგავსი რამ იქნება და შეგიძლიათ ეს სოციალური დაცვა კიდე ცალკე განმარტოთ? აი რა შეიძლება რომ მაყურებელს კონდეს ნაგულისხმები აქ, იმიტომ რომ კონკრეტულად აღარ იყო უკვე გაშლილი. კი ბატონო. იმის რომ სოციალური დაცვის ნიშნული ავწიოთ მაღლა, ჩვენ უნდა შევამციროთ უმუშევრების რაოდენობა, ანუ ნაკლები ხალხი გვექნება, გვეყოლება სოციალურ დასაცვლელი და განვახორციელოთ ის პროგრამა, რომელიც მოგახსენეთ. ანუ ჩვენთან სახელმწიფომ გააკეთა ესეთი რაღაცა. სოციალურ დოტაციაზე იჯდა მოსახლეობის კინაღამ ნახევარზე მეტი. გადაწყდა რომ მათ სოციალური დახმარება დაუტოვონ და დაასაქმონ მაგალითად ქალაქის დასუფთავებაში და ასე შემდეგ, ეს რიცხვი ჩაითვალა რომ
დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში გაიზარდა, სინამდვილეში ეს შეეწყო დასუფთავებასაც, იმიტომ რომ აღარც ისინი ასუფთავებენ და აღარც ესენი, მე არ მინახავს სოციალური დაუცველი, რომელიც ქუჩას გვისან რაღაც საკეთებს, მაგრამ შევიდნენ იმ სიაში, სადაც ქვია დასაქმებულები. ანუ არამწარმოებლური დაფინანსება მოხდა, რაც ყველა შემთხვევაში იწვევს ისევ ინფლაციას. არ შეიძლება იქ სადაც არ არის კვლავ წარმოება და მომსახურების სფეროში ამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, რომელიც იმ ადამიანების გადასახდელია, რომელიც რაღაც საკეთებენ. ეგ არის ძალიან რთული და არასწორი მოქმედება. სამწუხაროდ, მე მაგალითად ინფორმაცია მაქვს, უბრალოდ ხა წყარო ჩემი პირადი მეგობრები ახლობლები თბილისიდან ამბობენ, რომ ესე იგი აი სოციალურ დახმარებას ბევრი იღებსო, ვისაც არ ეკუთვნის, ანუ რას გულისხმობენ რა, სახსალამათი ხალხია და დახმარებაზე ზის, როცა ძალიან ბევრს მეორე მესამე ჯგუფისას ჯერ კიდე მათი საქმეები განხილვაშია. ალბათ ეს მან კი ერიწრეს ზუსტად გამომდინარეობს იქიდან, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, ხო? რა თქმა უნდა. გასაგებია. შემდეგი ყველაზე წვავე კითხვა იყო ერის გამრავლება დემოგრაფია. რა შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით თქვა? ეს ყველაფერი ბუნებრივია, რაზეც არის მიმული, რა ჩვენ უნდა გამოვყოთ, ეს ეკონომიკურ გრადობაზე არის, მაგრამ მაინც დემოგრაფია და ერის გამრავლება. ჩემი მიდგომა იქნებოდა მაგალითად ასეთი, ანუ იყო შეკითხვა, მე ვაპირებ თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას და შემდგომ რა თქმა უნდა ვაპირებ უახლოეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ცხადია. რაც შეეხება იმას თუ მე რას ვიზავდი, ანუ მე გავაკეთებდი ესეთ რაღაცას. შეიქმნა ახალი ოჯახი, ბინას ვაძლევ უფასოდ, მაგრამ კი არ ჩუქნი, ვაძლევ ახალგაზრდებს უპროცენტოდ 15 თუ 10 რამდენი ხნითაც ეს ხმა კაზეული უპროცენტოდ გამოსყიდვის საშუალებას. შეეძინათ ერთი შვილი, აი სახელმწიფოს ქონებაში არსებული ეგრეთ წოდებული აქციები, მაგალითად მე ავაშენე ელექტროსადგურები, ავაშენე რაღაცა იქ დავუშვათ რაღაცა ბიზნესში რკინიგზაში და შემდეგ სახელმწიფოს ეკუთვნის გარკვეული წილი, პირობითად რაღაც ერთი აქცია ან ორი აქცია გააჩნია რაღირებულებისა, ერთი შვილის გაჩენაზე ვიდრე გახდება 18 წლის ვაძლევ. გაჩნდა კიდე ერთი შვილი, კიდე ვაძლევ, კიდე გაჩნდა, კიდე ვაძლევ. და 18 წლის რო გახდება, შეუძლია გამოისყიდოს ეს აქცია, ან დაუბრუნოს სახელმწიფოს. აი ეს იქნებოდა ჩემი მიდგომა. ეს უკვე დემოგრაფიას, იმიტომ რაც უფრო მეტი შვილი მოყავს, მით უფრო მეტი აქცია მეკუთვნის ცალსახად მომგებიანი საქმიდან. მეორეს მხრივ ზრუნვა სახლზე არ ამჭირდება, რადგან ბინა სახელმწიფო მაძლევს საკმაოდ გრძელვადიანი გამოსყიდვის შესაძლებლობით და სახელმწიფო იგებს იმაში, რომ აი ამ ოჯახისგან, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან, აბრუნებენ ესე იგი აღებულ ეგრეთ წოდებულ უპროცენტო სესხს და შემდეგ რეალიზებულები არიან იმ პროგრამით, რომელიც მანამდე მოგახსენეთ, იმიტომ რომ ამას რომ მოემსახურო, შენ უნდა გქონდეს შესაძლებლობა იმუშაო, ხო? და ვირჩევ სამუშაოს და ადგილს იქ, სადაც ყველაზე ნაკლები გადასახდელი მაქვს და სადაც ყველაზე უკეთესია იმ კონკრეტული ჩემი საყვარელი საქმის კეთებისთვის. ანუ მაქვს შესაძლებლობა ავირჩიო საგადასახადო ზონა და ავირჩიო საქმე, რომლიდანაც უფრო უკეთ მოვემსახურები ჩემ აღებულ, ანუ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ რომ თქვა ნაბიჯს. სახელმწიფოს შეუძლია ძალიან დაბალ პროცენტში აიღოს სესხი. პირველი, მეორე, სახელმწიფოს უნდა კონდეს აუცილებლად საკუთარი სახელმწიფო ბანკი, რომელიც გააკეთებს იმ საქმეებს, რასაც არ გააკეთებს კერძო ბანკი. მათ შორის აი ეს ბიზნესის სტიმულირება, სოფლის მეურნეობის სტიმულირება, არა როგორ გითხრათ, მოდი პიროვნებების მომსახურება, არამედ საქმეების მომსახურება, რომელიცაც აქვს შესაძლებლობა გამიზარდოს ქვეყანაში ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა. ეს საგადასახადო სისტემა, რომელიც მე მოგახსენეთ, ეხება მარტო კვლავ წარმოებას და არა მომსახურებას. მომსახურება რამდენსაც იხდის, გადაიხდის იმდენს. იმიტომ რომ ჩვენთან ყველას ტურიზმი უნდა უკვე, ყველას უნდა რომ რაღაც სადღაც შეძვრეს და გამოძვრეს და იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე სტიმულია წარმოება შექმნა, როგორც საგადასახადო, ისე უპროცენტო სესხის აღების უფრო მეტიც, მე ამისი გამოსყიდვის და აქციებზე დაუფლების, პირობითად გამოვისყიდე 10 წელიწადში აქციების 55% მეტი ვერ გავკაჭი.
სახელმწიფო ადგება გამოიტანს 45%-ს გაყიდის და მეყოლება სხვა აქციონერები და პარტნიორები არც სახელმწიფო ზარალდება, არც მე ვზარალდები, იმიტომ რომ შრომა გავწიე და არც ის ადამიანები, რომლებსაც ეს საქმე მოწონს და ასე შემდეგ. გასაგებია. შვილების რაოდენობაზე თქვენ ახლა ახსენეთ, ანუ შესაძლოა რომ გამსაზღვროთ, რა შეიძლება დავშოთ საბჭოთა კავშირში ყველას გვახსოვს, რომ იყო მრავალშვენიალობის კოეფიციენტი და მახსოვს ესეთი რაფის ტიპის მინივენებს აძლევდნენ. და შეიძლება მრავალშვენიალობა დავაფიქსიროთ, აი 5 შვილის ზემოთ, ან 4 შვილის ზემოთ და იმას კიდე განსაკუთრებულად რაღაცა აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ნახეთ ბატონ ნიკოლოზ, ერთ შვილზეც ვიწყებ უკვე აქციების მიცემას. 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე და ასე შემდეგ. უკვე ვეხმარები თვითონ და მისი სტიმულია რაც შეიძლება მეტი შვილი ყავდეს, რომ მეტი აქციები ქონდეს და იმ ვადაში, ვიდრე ისინი გახდებიან 18 წლის, საკუთარი შრომით გამოისყიდონ ის აქციები. გახადონ თავისი, გახადონ მისი საკუთრება. ამით ფაქტობრივად სახელმწიფო სტიმულირებას უკეთებს, რომ რაც შეიძლება მრავალი შვილი ყავდეს. სწორედ. კი, და რაც შეიძლება მეტი გადამხდელი ყავდეს, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ისე მოგების და დამატებით ღირებულების გადასახადის. ძალიან კარგი. შემდეგი კითხვა იყო, ბატონ თემურ, მშენებლობაში ჩადებული და დაკარგული ფულები. უბრალოდ იმე განმარტება ბევრ ნახე, შეიძლება მე ვერ გავიგე სწორედ. მე ვიცი, რომ თქვენც ადვენებდით ამ კომენტარებს თვალს და რა იგულისხმება? ეს შესაძლოა, რომ საბჭოთა კავშირის გრევის დროს მშენებლობები რო იყო იქ ჩადებული აქციები თუ უბრალოდ მშენებლობაში ჩადებული და დაკარგული თანხები, როცა მაგალითად უამრავი კომპანია იყო, მე მახსოვს კაუნიტექსი და ვიღაცები, რომ საბურთალოს განაშენიანებაში აქტიობდნენ და მე ირკვეოდა, რომ ერთი ბინა იყო 5 პერსონაზე გადაყიდული და მე კომპანიები გაიცნენ და ხალხი დარჩა ისა რა ქვია, უდიდესი პრობლემების წინ. კი, ამას რა ეშველება? ეგრეთ წოდებული ამხანაგობების საკითხი. მე მაგალითად ჩემი არჩევანი რომ იყოს ამ რანგის დამნაშავეებს აქ ესე იგი უბრალოდ გავასამართლებდი და წითელი ცირკულარით დავიწყებდი მათ ზებნას, რომელ ქვეყანაში არიან, ვიდრე ვალდებულებას არ გადაეხდნენ, რომელიც ჰქონდათ აღებული. მეორე მხრივ საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მტკიცებულებები, არასიტყვიერად იცი რამე იმას 20.000 მიეცი. მტკიცებულებები იმის, რომ მათ გარკვეული თანხა შეიტანეს ამ ამხანაგობებში და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია მტკიცებულებით ფორმატში სახელმწიფო მეს გააკეთოს, ეს ნიშნავს იმას, რომ იბრუნებს მოქალაქეს, იმას ნიშნავს, რომ იბრუნებს ეგრეთ წოდებული მრავალშვილიანობის სურვილს, ანუ სახლი აქვს უკვე, უნდა აქციები გააჩენს შვილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით სტიმული არის საკმაოდ დიდი და სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს სწორედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი გადამხდელი ყავდეს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი დასაქმებული, რომელიც რაც შეიძლება მათ საშემოსავლო სიხდის, რომ მე ავიდე იმ პენსიაზე და იმ პენსიის ოდენობაზე, რასაც იმსახურებს საქართველოს მოქალაქე. ანუ ღირსეული პენსია. ამოცანა არის 3. მოქალაქეს უნდა შეეძლოს, ყველას უნდა შეეძლოს მიიღოს სასურველი განათლება, მეორე იყოს რეალიზებული თავის ნიჭის უნარისა და გამოცდილების შესაბამისად და მესამე კონდეს ღირსეული სიბერე. თუ 3-ვე კომპონენტი შედგა, ეს არის მაგარი ხელისუფლება, ეს არის მაგარი სახელმწიფო და მაგას უნდა მისცე და მისცე ხმა, ვიდრე არ გამოჩნდება იმაზე უფრო უკეთესი ვერსიის შემოთავაზება. გასაგებია და ეხლა ჩავხედე და აქ ზუსტად ამ კითხვასთან ახლავს ის, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ კითხვის ქვეშ არის ალბათ მოაზრებული, ემიგრანტები არიან. ხვდებით, ანუ კიდე ერთი мотиваცია იმისი, რომ ეს პრობლემები თუ გადაწყდება დაზარალებულის სასიკეთოდ, ანუ ვინც რეალური დაზარალებულია, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ძალიან ბევრი ფულია ამას ჩადებული და დაკარგული. ახლა უბრალოდ ის ერთი კომპანია, რო თქვი, იმასთან მე მქონდა შეხება და ახლა სხვა დანარჩენს არ ჩამოთვლი, იმიტომ რომ მაინც უდანაშაულობის პრეზუმპცია რო დავიცვა. ნუ გამომდინარე კიდევ შეიძლება ზოგი საქმე ძიება მიდის, ზოგი სულ არის ჯერ ცნობილი როგორც დამნაშავე, მაგრამ ხო ფაქტია, რომ ბევრია ესეთი კომპანიები, რომლებსაც ნახევარი საქართველოს გადააგდეს, აი პირდაპირი გაგებით. პირველ რიგში ვიბრუნებ ჩემ ემიგრანტებს, რომელსაც იმედი ექნებათ, რომ სახლი ისაკნან, ვისაც არ ქონია სახლი და მსგავსი პრობლემა არ აწუხებს, აქვს შესაძლებლობა
სახელმწიფოსგან მიიღოს უფასოდ სახლი, რომელიც 15 წელიწადში უნდა გამოისყიდოს ყოველგვარი პროცენტების გარეშე, ან მინიმუმ გადაიხადოს იმდენი, რამდენადაც სახელმწიფოს აქვს აღებული სესხი. შემდეგი კითხვა იყო საფონდო ბირჟების არსებობა ან შექმნის უფლება. ნუ გულისხმობს იმას, რომ საფონდო ბირჟები უნდა არსებობდეს და ბატონ თემურ, ეს რას გვაძლევს? ქვეყანას რას აძლევს? ან კერძო პირს რას აძლევს? რატო დაისვა ეს შეკითხვა? ნახეთ რა არის, როდესაც არსებობს ფასიანი ქაღალდების სისტემა და საფონდო ბირჟები, მე კარგად ვიცი, რომელი ქარხანა რა ღირს, რომელი წარმოება რა ღირს და რომელი ბიზნესი რა ღირს. მე ვითვლი იმას, თუ სად შემიძლია მონაწილეობა მივიღო და ფული უბრალოდ ანაბარზე კი არ მედოს, რომელიც რაღაც 3-5 წელიწადში რაღაც კაპიკებს დამიდებს. არამედ დავაბანდო, ვეძებო, დავაბანდო სწორად და მქონდეს არა საბანკო პროცენტი, არამედ რეალური შემოსავალი. შესაბამისად, ამ სიმართლე გითხრათ, ამ პრობლემას ქმნის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ სახელმწიფოში არსებული TBC და საქართველოს ბანკი. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მაგის გაკეთებას, იმიტომ რომ ისევ ვიცით რა, საფონდო ბირჟა და შემდეგ არის ფასიანი ქაღალდები, აგერ ჩვენთან თუ გნებავთ, ანუ ნუ როგორ გითხრათ, მიკორძოვებული ის რომ ისინი რაღაც ფასიანი ქაღალდები აქვს დადებული ლონდონის და შემდეგ ბირჟაზე, ამ ორ ბანკს მე კი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ფოთის სპორტი, მე მაინტერესებს ანაკლის სპორტი, მე მაინტერესებს რაღაცა დაუშვათ ელექტროსადგურები, მე მაინტერესებს ახალი ქარხნები, რომლებიც იქმნებიან და შეიქმნებიან. აი ეგ არის. სადაც აქციები კანონის და წესის თანახმად იყიდება და აქციებს ყავს თავისი მყიდველი გამომდინარე მისი კონკურენტუნარიანობიდან. ეს არის მიდგომა, რაც ჩვენთან არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ბლოკავენ აი ჩამოთვლილი ბანკები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ბანკები ფაქტობრივად იმართებიან ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით, ხომ ასე? ხომ არ მეშლება რა? არ გეშლება, სწორია. და რა გახდა ამ ორი ბანკის ლობირების გარღვევა? ნება რა არის? ჩვენ ხო საქართველოს ხო გააჩნია ცენტრალური ბანკი, რომელიც არეგულირებს ამ ყველაფერს. ხო, მაგრამ ეროვნული ბანკი არის სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის დაქვემდებარების ქვეშ. ანუ ისინი ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადადგავენ, თუ ამაზე თანხმობას არ ეთქვენ სოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. ისინი კიდე არასოდეს ეთქვენ თანხმობას, რომელიც ჩვენ ეკონომიკას აწევს. ისინი უქებენ ისეთ საკითხებს და ისეთ საკითხებს დახმებიან, რომელიც საქართველოს საქართველოს შეუშლის ხელს, რომ ის გახდეს დამოუკიდებელი ეკონომიკური მოთამაშე და დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტი. ანუ ყოველთვის შეეცდებიან გვატარონ თავის ვალებზე და თავის რეკომენდაციებზე. და გამოსავალი არის ის, რომ უბრალოდ სახელმწიფო ნება გამოიჩინოს და ეს საფონდო ბირჟა შექმნას, აი ესე მარტივად? არა, გამოსავალი არის იმაში, რომ შექმნას, მაგრამ საფრთხე არ შეუქმნას სავალუტო ფონდმა და სოფლიო ბანკმა. ამისი გამოსავალი რა არის? სხვა პარტნიორებთან გარანტიის მიღება, რომ აი ესეთი ულტიმატუმის შემთხვევაში საქართველოს დაეხმარებიან საგარეო ვალის მომსახურებაში, რესტრუქტურიზაციაში და მერე ვალის გადმოტანა აი ამ ახალ პარტნიორებთან. ანუ პირობითად თუ მე მაქვს 14 მილიარდი ან 20 მილიარდი, ამ 20 მილიარდს ისინი ვინც სახშობელაზე უნდა გამიყვანონ, ის მისტუმრებს და ჩემი 20 მილიარდი გადადის ახალ პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული ან ბრიქსის პროექტებით, შოსის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ახალი პარტნიორების მეშვეობით მე უკვე შემიძლია გაბედულად გადავდგა ეგ ნაბიჯი, როდესაც ეს შეთანხმება მიღწეულია. და იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი, რადგან ჩინეთი გახდა ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენ უკვე თანამშრომლობთ და ფაქტია, რომ ეს აბრეშუმის გზა ეგრეთ წოდებული ერთი გზა ერთი სარტყელი ჭირდება ყველას. ისინი დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან, ოღონდ მე გავხდე მათი პარტნიორი. და არ ვიძახო რომ იცი რა, ურა, გაუმარჯოს შიგ ევროპელობას, გაუმარჯოს ნატოს და აი ამ სიგიჟეს, რომელსაც ვერ ვუარყოფდი ადრე, რადგან კლიანად დაკიდებული ვიყავი ბრიუსელზე და არ შემეძლო მხოლოდ და პარტნიორი ბრიუსელის ნებართვის გარეშე. ეს უკვე გახდა შესაძლებელი. ანუ დადგა დრო, როდესაც მაგ ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და მე ვიქნები ერთ-ერთი ინიციატორი
რომ რაც შეიძლება სწრაფად სახელმწიფო მოაგვაროს ეს საკითხი. ამას საკანონმდებლო ინიციატივა ჭირდება, ხო? ალბათ პარლამენტის ჯერ გადაწყვეტილება. ჭირდება მოლაპარაკება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ როგორ გითხრათ, აი ამ ვალდებულებაში ჩემთან შემოვლენ პარტნიორებად და მე უკვე მაგნაბიჯების გადადგმა, რადგან მე აღარ მაქვს საფრთხე და ვიცი რომ ვერც სავალუტო ფონდი და ვერც სოფლიო ბანკი ვეღარ დამაშანტაჟებს. გასაგებია. ერთი შეკითხვა მაქვს და მე კითხვების რაოდენობა მე აქ უკვე ამომელია და ეხლა ამ კითხვას დავსვა და მე თქვენ თუ კიდე რამე დამატებით გსურთ აი ამ თემასთან მიმართებაში. ესე იგი ბატონ გოჩაცოფურაშვილთან ესე მცირე რემარკა თქვი ინტერვიუ მქონდა ამას წინან და რამდენიმე ესეთი გულნატკენმა მაყურებელმა მომწერა რომ სულ ემიგრაცია და იმათ რა დავაშავეთ ვინც აქ დარჩა და ვერ გააღწია და თავი ვერ გაიტანა ლუკმოპური ვერ იშოვა და რაღაცა და მე ამ ხალხის აბსოლუტურად მესვით ბატონ თემო და უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო მე თავს აღარ შევაწყენ არავის რომ გამდინარე იქიდან მე სავიმყოფები და როგორ ვიმყოფები მე აქიდან პრობლემას აქიდან უყურებ და სურს თქვენ და ყველას თელ ჩვენ საზოგადოებას დავანახო ეს მიმდინარე პრობლემები და მხოლოდ აქიდან არის გამოწვეული ეს ჩემი мотиваცია სხვა არაფრისგან და ბატონ თემურ ახლა მინდა ესეთი რამ შეგეკითხოთ ეს იმ კითხვების შემონათვალში არ იყო აქ უბრალოდ ახლა აქ პრივატული ხაზით შემომივიდა რომ იცოდნენ რომ თქვენთან მქონდა სასაუბრო ემიგრანტების დაცულობის პროგრამა. ნუ პირობითად ესე დაარქვეს. ნუ ახლა ვთ გავშლით და განმარტოთ და რა იგულისხმებოდა ნახეთ რომ თქვენ იცით რომ მინიმალური სადაზღვევო პოლისები არსებობს აღმოსავლეთ დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში კიდე განსხვავებული სისტემაა, რითიც მე ვსარგებლობ აქ. და საკმაოდ დიდი ბენეფიტი, ანუ ძალიან დიდ სარგებელს გაძლევს და ამ არსებულ სისტემებიდან გიცავს. ყველაზე აი ეს ჰუმანური მხრიდან გამომდინარე. და ამაში ნაგოლისხმები ნახეთ რა არისო, ერთი რომ სოციალური პაკეტები, ნუ რაღაცა დონის, რომელზეც ბუნებრივია გადახდა არ საჭიროებს. შემდეგ არის სკოლის ასაკის ბავშვების უზრუნველყოფა სწავლით, ნუ ალბათ ნაგოლისხმებია ის, რომ სწავლის საფასურის გადახდა რო არ დაჭირდეთ. ან რა ვიცი, შეღავათიან ფასებში. და ვინც უკვე ხანში შესულია, ანუ საპენსიო ასაკში დაბრუნდება, მათი პერსპექტივები საქართველოში. ეხლა მე ჩამოვაყალიბე შეიძლება ცოტა ესეთი ძალიან ამორფულად და თქვენ და კონკრეტეთ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით და პრინციპში მე უკვე კითხვები ბოლოს ბატონ ნიკოლოზ სახელმწიფოს მიდგომა ემიგრანტებთან მიმართებაში ვერ იქნება უფრო პრივილეგირებული ვიდრე იმათი ვინც აქ მუშაობდნენ და დარჩენ. შესაბამისად ყველაზე კარგი ვარიანტია მათ კონდეთ ხელმისაწვდომობა ყველაფრის ისეთივე როგორც აქვთ იმ მოქალაქეებს რომლებიც მუდამ აქ რჩებოდნენ, აქ მუშაობდნენ თუ აგღებულობდნენ იმ შემწეობას. რაც შეეხება ნახეთ იშრომა სხვა ქვეყანაში. უბრალოდ სამართლიანები ვიყოთ. იხდიდა საშემოსავლოს და შემდეგ სხვა ქვეყანაში. ხო და ეხლა საქართველოში უნდა თანიქიდან უნდა მიიღოს პენსია და თან საქართველოში უნდა რომ მიიღოს პრივილეგიები უფრო მეტი ვიდრე საქართველოს მოქალაქე. ეს იქნებოდა საქართველოს მოქალაქეებისგან სერიოზული საპროტესტო ტალღა. მაგრამ ჩვენ რომ კეთილად დავხვდეთ ჩვენ ემიგრანტებს და ზუსტად ისეთი პაკეტები აბსოლუტურად ყოველგვარი იმის შეზღუდვის გარეშე მივცეთ ჩვენ ემიგრანტებს, მათ შორის სხვა შორის სწავლება, საშუალო სკოლის სწავლება ჩვენთან უფასოა, თუ რაღაც პასიანს სკოლაში არ მიყავს ბავშვი. ჩემი სამივე შვილი მაგალითად სწავლობდა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, არც ერთს არ უსწავლია პასიანს სკოლაში და ღმერთის წყალობით აი სწორედ პასიანს სკოლაში რო სწავლობდნენ ჩემი მეზობლები, ჩემი შვილი ამზადებდა იმათ მაგალითად ინგლისურში, მათემატიკაში და ფიზიკაში. ანუ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ საგანმანათლებლო სექტორს და პირველ რიგში საბავშვო ბაღის სასკოლო განათლების და ამავე დროს პარალელურად უმაღლესი და საბაკალავრო განათლების სისტემას.
აქ რა არის გასაკეთებელი, დიდი სამონებით გეტყვით თუ არის ეგეთი შეკითხვა. კი. მოდით მაშინ ეხლა მე კითხვები რასაც უყურებ, ჩამონათვალი კითხვების აღარ მაქვს და მე ვიცი რომ თქვენც ადევნებდით ამ კომენტარებს, თქვენ ხომ არ აქვთ რამე დასამატებელი? არა, მე გადავხედე, ანუ მე პირველ 3 დღეს რა კომენტარებიც იყო და შეკითხვები. იმ პირველი 3 დღის ამოვიწერე, იმიტომ რომ ვინც აქტიური იყო და იმ გადაცემას უყურდა პირველ 3 დღეში რაღაცა შეკითხვა ატვირთა, მხოლოდ ის შეკითხვები ამოვიწერე. ეხლა დაემთხვა ჩვენი შეკითხვები, თქვენ რა კი, ბოდისუხდი თუ კი ვინმე შეკითხვაზე პასუხი ვერ გავეცი და შემიძლია იგივე ვთქვა, ახლა თუ მომავალში იქნება კიდე ჩვენი შეხვედრა დაგეგმილი, რომ აი პირველ 3 დღეში ვისაც ექნება დაუშვათ კონკრეტული შეკითხვები ან დაზუსტება იმისი, რაც მე ვთქვი, ან ის რომ იცით რა ბატონო თქვენ ამბობთ, მაგრამ ეგ შეუძლებელი, ამიტომ მე დავასაბუთებ, რატომ არის შესაძლებელი და კი იყო ეგეთი შეკითხვა, რომ ეს ხელისუფლება მაგას არ გააკეთებს. ამაში ამ ნაწილში მე ვიზიარებ მათ ხედვას, იმიტომ რომ აი ეს რაღაცები, რაზეც ნაწილი, რა თქმა უნდა, რაზეც ჩვენ ახლა საუბრობთ, მე 2012-16 წლის პარლამენტში მაქვს გაჟღერებული კომიტეტის ხდომებზე და აშენებაში. თუ კი ვინმეს ამის გაკეთება უნდა და მათ შორის ტენდერების კანონი და ასე შემდეგ გააკეთებდა. მაგრამ რადგან არ გაკეთდა, შესაბამისად ვიღაცას ეს არ აწყობდა და აი ეს ცვლილება რომ მოხდება 2028 წელს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ უკვე სერიოზული მოთხოვნა ვაკუუმია ოპოზიციურ სპექტრში და ადამიანებს ჭირდებათ განახლება ხედვების, რასაც ქართული ოცნება ვეღარ უზრუნველყოფს. აი ამ განახლებულ კონტექსტში მიცემულ ხმებს თუ ის უმრავლესობა არ იქნება, მაინც უნდა იყოს იმდენი, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება ამ ძალის გარეშე, რადგან ამ ძალას უნდა კონდეს ყოველთვის აი ესეთი წინადადებები, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. საქმიანი, ანუ მე ვამბობ, რომ ეს კანონი მიუღებელი, ამიტომ, მოდით მხარი დაუჭიროთ აი ამ კანონს, რომელიც უზრუნველყოფს ამას და საზოგადოება ვნახოს, ვინ არის მართალი, ვინ არის მტყვანი, ვინ ზრუნავს, ვინ არ ზრუნავს, იძულებული იქნება ქართული ოცნება აყვეს მოთხოვნისა და რეალური ტენდენციების და საქართველოში აი ამ პრობლემების მოგვარებას, ვიდრე გააგრძელოს მართლობა იმ ფორმატში, რომელსაც ახორციელებდა და რომელიც შეუძლია. ნუ მოდი ასე ვთქვათ, თუ მე ვარ მაგალითად ძრავების შემკეთებელი, ეგრეთ წოდებული მოტორისტი, ჩემი ცოდნა არის კონკრეტული და მე შემიძლია გავარემონტო აი ესეთი კატეგორიის რაღაცები. უფრო მეტ მოთხოვნას მე უკვე ვეღარ ვაკმაყოფილებ, იმიტომ არის რომ მოამრავი რაღაც გასხოვებული ძრავები, მე ვარ დაოსტატებული აი ამ კონკრეტულზე და შესაბამისად ვეღარ ვწდები იმას, ხო? აი აქ არის საჭირო სწორედ იმ სპეციალისტების შემოყვანა პარლამენტში, რომლებიც ამას გააკეთებენ. მოდით ასე გეტყვით, ადამიანებს გონიათ, რომ პარლამენტში თუ მოხვდა და დეპუტატის ავარძელში თუ ჩაჯდა, ის უკვე არის პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი არის ის ადამიანი, რომელსაც თავის დარგში, პირობითად მე თუ ვარ ზოოტექნიკოსი, მე თუ ვარ მედიცინის თანამშრომელი, თავის დარგში აქვს დარგის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვა, ანუ პოლიტიკა ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ჯანდაცვაში, ხელოვნების სპეციალისტების ხელოვნებაში და თუ ეს ხედვა არ მაქვს, არაფერი არ შემიძლია შევთავაზო. მე მაგალითად უარს ვიტყოდი დეპუტატობაზე, იმიტომ რომ დიდი ბოშით ვიყო ფიგურა, რომელსაც არ მაქვს ხედვა და ამდენი ხალხი საზოგადოება მე მიყურებს იმედის თვალით, ეს მიმაჩნია რომ ზნეობასთანაც ცოტა მწყრავად არის და იმ სამშობლოს სიყვარულთანაც, რომელსაც ვითომ ვაჟღერებ. მე უნდა შემეძლოს ავიღო პასუხისმგებლობა, მე უნდა შემეძლოს ის დარტყმებიც ავიღო, რომელიც მოსდევს პოლიტიკოსობას, იმიტომ რომ მე ვიცი რომ აბა სერიოზული დარტყმები მოსდევს. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მტერი გამიჩნდება, მაგრამ თუ შენ არ გააკეთე იმან და ამ ჯგუფმა თავის თავზე არ აიღო ეს დარტყმები, ის არასოდეს გამოსწორდება. გასაგებია. ძალიან კარგი ბატონო თემურ, აბსოლუტურად ვერტები თქვენს აზრს და თქვენ პათოსს და გადავდივართ მეორე თემაზე. ეს არის განათლების პროგრამის პროექტი. ეს პროექტია თუ
უკვე შევა განხორციელებაში. ეს არის ჩონჩხი ბატონ ნიკოლოს, რომელიც უნდა გაიშალოს და ყოველი ის პუნქტი, რომელიც წარმოდგენილია როგორც კონცეფცია და ხედვა, უნდა ჩამოიშალოს უკვე დეტალებამდე. ანუ ასე რომ ვთქვათ, ეს ხედვა უნდა გადავიდეს კანონის ენაზე და ეს უნდა გახდეს განათლების სისტემის, რო ვიტყვიან, საჭე მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. ეხლა მე გეტყვით ჩემ ხედვას. ზოგადად განათლება ყოველთვის შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი კომპონენტი არის იდეოლოგია სახელმწიფოსი, თუ როგორი უნდა, ანუ ახალგაზრდას უნდა ისმოდეს, რომელი ქვეყნის შვილია, ვინ გაისარჯა იმაში, რომ ის დღეს დაიბადა და ცხოვრობს, რა ისტორიული ამბები გადაიარა სახელმწიფომ და რას ნიშნავს გიყვარდეს ქვეყანა. ანუ იდეოლოგია არის ერთი, რაშიც ჩვენ შეგვიძლია ჩამოვყალიბდეთ და ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე საკითხი, რომელშიც უნდა ჩამოვყალიბდეთ. ეს არის სპეციალობის ნაწილი, ანუ საშუალო განათლებამ ადამიანს უნდა მისცეს და ისეთი საგნები უნდა ასწავლონ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მას შეეძლო საერთოდ ნებისმიერი სპეციალობა. იმიტომ რომ ახალგაზრდას სასკოლო ასაკში კარგად არ ესმის, რომელი სპეციალობა იქნება მისი მომავალი. და ვიღაცას გონია რომ იცი რა ისწავლა, მაგალითად ან იურიდიულზე ან რაღაც ჰუმანიტარულ რომ იტყვიან მიმართულებით, მერე უცბად აღმოაჩენს რომ კარგი იქნებოდა რომ ის გამხდარიყო ინჟინერი, მაგრამ აღმოჩნდება რომ მან ფიზიკა და მათემატიკა არ იცოდა, იმიტომ რომ მაშინ იმ ხუშტურზე იყო და ეხლა უბრალოდ შეეცვალა აზრი, მაგრამ ვერ გააგრძელებს, რადგან საბაზისო ცოდნა იმდენი არ აქვს. შესაბამისად, საშუალო სკოლამ საბაზისო ცოდნა და საგნები უნდა მისცეს ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობას, როდესაც ის ჩამოყალიბდება თავის სპეციალობაში. ეს არის ორი ძირითადი საკითხი. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას. მე მაგალითად შევიტანდი ეგრეთ წოდებულ საგანთო სისტემაში ეგრეთ წოდებულ კოეფიციენტს, ანუ რა მაქვს ხედველობაში. ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და პირობითად იმან რაღაცა 100, იმან რაღაც 500 სტუდენტი, ვიღაცა 1500 სტუდენტი დაბეჭდა და გამოუშვა. მე გავაკეთებ შეფასებას ესეთნაირად, რომ აი იმ ადამიანებმა, რომელმაც ესა თუ ის უნივერსიტეტი დაამთავრა, რამდენი პროცენტი დასაქმდა თავისი სპეციალობით. თუ პირობითად 10%-ზე ნაკლები, მაგალითად, მე ვთქვათ შეუჩერებდი მას ლიცენზიას. ანუ შენ უნდა იყო ორიენტირებული სახელმწიფოს ინტერესებზე, იმ მოთხოვნაზე, რომელიც არის და ფუნდამენტურ მეცნიერებებს უნდა ქმნიდეს თვითონ სახელმწიფო, ანუ სტიმულს, რადგან სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი დამკვეთი რაღაც ისეთი თემების, რომელიც მოითხოვს ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებას. პირობითად რაღაც კოსმოსური საკითხები, რობოტიზაცია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ მიმართულებით მაგალითად ხედავ რომ ომია მაგალითად უკრაინასა და რუსეთს შორის და დაგვეთა მაქვს შეგიძლიათ თუ არა შექმნათ დრონები, რომლებიც იწარმოებენ საქართველოში, მაგრამ აი ამ პარამეტრებით აღემატება დაუშვათ იმასაც და იმასაც. ნახეთ როგორი თემა, დაჯდნენ სპეციალისტები და ყველაზე კარგ იდეას, ყველაზე კარგ ვარიანტს უკვე აფინანსებს სახელმწიფო, იქ მიდის ტვინის შყლეტვა და შესაბამისად სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აი ამ მეცნიერებაში ჩაერთონ მომავალში, თავიდანვე იციან რომ რეალიზებული თუ მინდა იყო, განათლების კონკრეტული დონე უნდა გქონდეს. დღეს რა აქვს? აქვს ის რომ როგორც არ უნდა ისწავლოს, სამუშაოს მაინც ვერ ნახავს, თუ ვიღაცა არ ყავს და თუ კარგად ისწავლა, აქ იტრიალებს ერთი წელი, ადგება და წავა უცხოეთში, იმიტომ რომ აქ არავინ არ გადაუხდის იმ ჯამაგირს და წავა უცხოეთში სამუშაოდ. გამოდის რომ ჩვენ კვერცხებს ვდებთ სხვის საბუდარში. ანუ ფულს მე ვხარჯავ, მოვიყვანე უმაღლეს განათლებამდე, დავამთავრებინე, კარგი ნიშნები დაამთავრე, მაგრამ რეალიზაციის ადგილი არ აქვს და დემოგრაფიას კი არ ვასწორებ. პირიქით ადამიანებს უბიძგებ, რომ დატომონ საქართველოს. აი ეს არის, ანუ ეკონომიკა და განათლება უნდა მიდიოდნენ ერთმანეთთან სინქრონში, ნაბიჯ-ნაბიჯ. გაჩნდა ეკონომიკაში უფრო მეტი მოთხოვნა, განათლების სისტემა მიიღო დაკვეთა, რომ
აი ბიჭო თურმე ეს სპეციალისტები ჭირდება, ადაპტაცია მოახდინა, მიაწოდა და ასე შემდეგ. მე განათლებამ იმარჯვა, უფრო მაღალი კატეგორიის სპეციალისტები ყავს, უკვე კომპანიები კონკურენციის პირობებში ცდილობენ დაასაქმონ რაც შეიძლება უფრო მაღალკვალიფიციური, რადგან აჯობონ კონკურენტებს ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებაში და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ნაბიჯ სიარულის მხოლოდ და მხოლოდ ფორმულა. სხვანაირად ეს არ გამოდის. მე ვცვლი მარტო განათლების სისტემას. არ იმუშავებს, მე ვაკეთებ მარტო ეკონომიკას, მაგრამ ბოდიში და ფეხებზე მკიდია განათლება, ესეც არის არასწორი. ეს არის მონეტის ორი მხარე. ერთ მხარეზე განათლება და მეორე მხარეზე ეკონომიკა. გასაგებია. ეხლა ესეთი კითხვა იყო, აი გუშინაც ჩემს სამეგობროს ახლობლოდან ესეთი კითხვა შემოვიდა, რომ რა გახდა ეს ყბადაღებული მე-12 კლასი. მე ჩემ დროს 10 კლასი იყო და 10 კლასის დასრულებისას საშუალო განათლების ატესტატს ვიღებდით ყველანი, ხო? და ეს მე-11, მე-12 კლასი ეს უკვე შემდგომი პერიოდი იყო, უკვე საბჭოთა დაიშალა დამოუკიდებელი საქართველოს დროს და ესეთი კითხვაც არის, რომ ეხლა ვინც მე-11 კლასს დაამთავრებს, ან მე-10 კლასს რა ის მე-12 კლასი ევროპაში უნდა დაასრულოს და რაღაც ამდაგვარი და ეს მე მგონი იქიდან არის გამოწვეული, რომ ხალხმა ვერ გაიგო რა იყო ნათქვამი. ბატონო თემო, თუ შეგიძლიათ რომ განმარტოთ რა, იმიტომ რომ რა შუაშია, რომ საქართველოში მოწაფე დაამთავრებს განათლების სრულ კურსს და მე იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო სტანდარტს არ ექვემდებარება, მე-12 კლასის გულისთვის უნდა თურმე გაუშვას ევროპაში. არადა ჩვენ ვიცით, რომ უკვე ბოლონის პროცესიდან გამოვდივართ, ხო, ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი დაწყებულია და რა გაუგებრობასთან არის? რატო დაისვა ეს შეკითხვა? ნუ ეს დაიწყო იმით, რომ ესე იგი მშობლებს და ახალგაზრდებს შეუგნევიან, რომ ვინც მე-12 კლასს არ დაამთავრებს და თუ ეს იქნება მოხსნილი, მათ შესაძლებლობა აღარ ექნებათ, რომ გაცვლით პროგრამით და შემდეგ წავიდნენ ევროპაში სასწავლებლად და აი ესენი ჩვენ გვიზღუდავენ სწავლას და შემდეგ ვისაც განსაკუთრებული სწავლა და სპეციფიკა ჭირდება, იმან კეთილინებოს მაშინ და ის მე-12 კლასს ჩავიდეს და იქ დაამთავროს და მერე გააგრძელოს იქ სწავლა. პირველი და მეორე ყოველთვის ვამბობ ერთი და იგივე საკითხზე საუბრობ ხოლმე. ჩვენმა თაობამ 59 წელს დაიწყო მეტროს მშენებლობა, ორჯერ გადის მტკვრის ქვეშ. ჩვენმა თაობამ კარგად იცოდა ხიდების მშენებლობა, გვირაბების კეთება, ჩვენმა თაობამ შექმნა მობილური ტელეფონები, ჩვენმა თაობამ შექმნა კომპიუტერები, ჩვენმა თაობამ შექმნა კოსმოსური ხომალდები და ავიაცია. ჩვენმა თაობამ შექმნა უпроსწორად დაიწყო 77 წელს ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა და სვავ შეკითხვას. ის ვინც ევროპაში სწავლობს ახლა და ვინც უკვე დაამთავრა დამანახოს ერთი რამ, რითი მაჯობა მე და რითი გაჯობა თქვენ. ანუ პროდუქტი რამე ხო უნდა მიჩვენონ, რომ ბატონო თემო, რაი ჩვენმა თაობამ შექმნა ეს ღირებულება. გარდა LGBTQ-ს და რაღაცა სიგიჟეების და ყველა ეკოლოგიაზეა ჩამოკიდებული და თუ ჩვენ ეკოლოგიასა ამის გარდა მე არაფერი არ მესმის მათგან, რომ ვიღაცამ რაღაცა მართლა ახალი შექმნა და ხელოვნურ ინტელექტს რომ იჩემებენ, ჩვენ დროს დაიწყო სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი და უფრო მეტიც ეგრეთ წოდებული კუბიტური კომპიუტერი ასევე დაიწყო ჩვენი თაობის დროს. ანუ ბიტური კომპიუტერიდან კუბიტურ კომპიუტერზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ. ხო და მოდი რა მითხრან, გამაკვირვონ ევროპაში რო წავიდნენ, რა ჩამომიტანეს, ჩემ ქვეყანას რა ჩამოუტანეს, რითი გააკვირვეს საქართველოს, რომ იქ დაამთავრეს. ეს არის ჩემი შეკითხვა ყველასთან, ვინც მაგ საკითხზე ჩხუბობს. დამანახე შვილო, შენმა 12 წლიან განათლება და იმ შენმა გაცვლითმა პროგრამამ რა მოგცა და რითი აჯობე შენ წინა თაობას, რომლის გაკეთებულზეც შენ ცხოვრობ, რომლის გაკეთებულსაც შენ იყენებ. ანუ ყველაფერი, რასაც ეგენი დღეს იყენებენ, არის ჩვენი თაობის შექმნილი. და დიდი ბოდიში შენ, როცა ამ ყველაფერს იყენებ, ვალდებულება იმის, რომ შენც რაღაცა უნდა შექმნა, არა გაქვს? თუ მარტო მომხმარებელი ხარ და ეს ეგოიზმი უკვე, რომ მე ვფიქრობ მარტო ჩემზე, სახელმწიფო რა ჩემი საქმეა, კისერი უტეხიათ და ასე შემდეგ, მაგრამ დიდი სიამოვნებით იყენებს იმ ყველაფერს, რაც სახელმწიფოში არსებობს, ეგოისტურიც არის. მოდით ესე ვთქვათ, უსინდისობაც არის. და რაც მთავარია, აბსოლუტურად არაადეკვატურებაა იმ
გარემოებების და იმ გამოწვევების, რომელიც დღეს სოფლიოში ხდება. აი ეს არის ჩემი პასუხი. გასაგებია. ეხლა აქ იყო სასწავლო დაწესებულებების განსხვავების განცხადება. ანუ მე როგორც გავიგე და როგორც ჩემს გარშემო კითხვა ისმის ახლა, იმიტომ რომ ეს ხალხი თბილისში არ ცხოვრობს და მოწყვეტილია და მედიაში ყოველთვის ადეკვატურად ინფორმაცია არ ჟღერდება. ან ჩვენ არ გვესმის. ერთიც არის და მეორეც. ობიექტურობისთვის უნდა დავუნიშნოთ. რას ნიშნავს ეს სასწავლო დაწესებულებების განსხვავება? აი მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკიდან იყო უცხოენების ინსტიტუტი, მე შემდეგ ჩამოვდიოდით, სკოლები გავიაროთ, გავატაროთ, მე იყო პუშკინი და შემდეგ უკვე უნივერსიტეტის კორპუსები, და მივედით პირველ კორპუსამდე. რას ნიშნავს განსხვავება? რა შეიძლება რომ მოხდეს? საუბარია იმაზე, რატო უნდა მოხდეს? რა სარგებელი აქვს ამას? რას მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად? მოდით ასე ვთქვათ, ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. რას ნიშნავს განსხვავება? იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები იმ დარგში, რომელზეც არიან პროფილირებული, თავის თავზე იღებენ ყველა სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამებს. ანუ თუ შენ ხარ ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინრები ამა თუ იმ დარგის, ტრანსპორტი და ყველაფერი, რაც ტექნიკურია, რობოტიზაცია, შემდეგ ყველაფერი უნდა ქონდეს ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგრამ არა სამედიცინო, არა ეგრეთ წოდებული იურიდიული, რაღაც ეკოლოგია და ასე შემდეგ. ანუ პროფილში ყველა სპეციალობა. სამედიცინო თავის პროფილში ყველა სამედიცინო სერვისი უნდა მოიცვას. და კერძო უნივერსიტეტებს მოუწევთ კონკურენცია გაუწიონ სახელმწიფო უნივერსიტეტებს თავის მიერ თავისუფლად არჩეულ პროგრამებითა და ხარისხით. თუ მოთხოვნა მათ გამოშვებულ სტუდენტებზე იქნება უფრო მეტი პრეტენზია გვექნება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, თუ პირიქით ბევრს მოუწევს გაკოტრება და საგანმანათლებლო ორგანიზაციის დახურვა. იმიტომ რომ ვერ უზრუნველყოფს შესაბამის დონეს მოთხოვნა მიწოდებას პლუს ეგრეთ წოდებული ფუნდამენტური მეცნიერების განვითარება. იმიტომ რომ მარტო მოთხოვნა მიწოდება არ არის. მოთხოვნა მიწოდების უზრუნველყოფა შესაძლებელია ფუნდამენტური მეცნიერებების ხარჯზე და კერძო ბიზნესი ფუნდამენტურ განათლებაში ფულს არ დებს. ეს სახელმწიფოს ამოცანაა. არავინ არ დაიწყებს ახლა იმის რა ქვია ფიზიკის და იმის დარგში ფულის ჩადებას, რომელიც პირობითად ტურიზმით არის დაკავებული, ან იქ რაღაც ფეხსაცმელს კერავს და ასე შემდეგ. არ აინტერესებს იმას ის. შესაბამისად სახელმწიფოს უნდა კონდეს დაკვეთები, აი როგორც მე მოგახსენეთ, სამეცნიერო მიმართულებებში, რომელშიც უნდა რომ მას კონდეს რეგიონში პრიორიტეტი. შეიძლება მე მაგალითად კოსმოსური ხომალდების წარმოება აქ არ დავიწყო და აი ამ მიმართულების სპეციალისტების მომზადება არ დავიწყო, მაგრამ იმ დარგებში, რომელიც რეგიონში მოთხოვნადია, რეალიზებადია და მე შემიძლია ეს დარგები გამოვიყენო როგორც უპირატესობის მქონე სახელმწიფოს, რომ ჩემთან სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა იმებიდან დარბოდნენ სამეცნიერო კვლევებისთვის, რაღაცა უფრო მეტის ცოდნისთვის, ჩემთან ესე იგი გაიარონ გადამზადებები და შემდეგ, აი ეს არის უკვე შედეგი. ანუ მე გავხდი ლიდერი განათლებაში და ჩემ მიერ მიცემულ განათლებას პატივს ცემენ რეგიონში. მივიღებთ რას? მივიღებთ ის, რომ მე ვარ უბრალოდ არა რაღაცა სახელმწიფო, რომელსაც ყურით დაათრევენ, არამედ ვარ რეგიონში მოთამაშე, რომლის ინტერესებს და რომლის მოთხოვნებს უკვე ითვალისწინებს სხვათა შორის ევროპაც და ამერიკაც. როცა ფუნქცია არ აქვს, ბოდიში და არავის არ აინტერესებს შენ ვინ ახარ და რა შეგიძლია, მაგრამ შენ თუ გაქვს ფუნქცია, ხარ რეგიონში ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური, რო ვიტყვან, აქტივობის გამტარი, ერთ-ერთი. მათ შორის შენთან არის უამრავი წარმოება, რომელიც იმ ქვეყნებს, რომელსაც სანქციები ადევს, შენთან ინაცვლებენ იმისთვის, რომ მიიღო უფრო იაფი ხელმისაწვდომი რესურსი, რომელსაც ისინი ვერ ღებულობენ სანქციების გამო და გახვიდე იმ ბაზრებზე, რომლებიც მათთვის უკვე ადაპტირებულია, აი ეს უნდა იყოს ჩვენი საქმე, რომელსაც თანსდებს ავტომატურად განათლების დონეც, სოდნაც და რომ თქვენ სახელმწიფოს ფუნქციაც. მაშინ მე ვერავინ ვერ დამელაპარაკება ყურში წამორთქმით და ყურისაცევით, ბიჭო შენ არც გააკეთე, ან იცი რა, მე შენ ამას გიზავ, იმას გიზავ. ანუ შენ უნდა იყო ფიგურა,
შენზე უნდა იყოს მოთხოვნილება და ეს მოთხოვნა რომელიც შენზე არის ამავე დროს უნდა იყოს შენი უსაფრთხოების გარანტია, რადგან შენ ერთი სახელმწიფოს ფრთის ქვეშ კი არ ხარ. შენ სახელმწიფოზე გადის უამრავი მსხვილი დიდი სახელმწიფოს ინტერესები. შესაბამისად, ვერავინ ვერ ამოგიდებს სიღრმეში, რადგან სხვები გააპროტესტებენ ასევე მსხვილი სახელმწიფოები, მაგრამ ამავე დროს ყველა თავის ინტერესს იცავს, რომ შენ ვინმე არ დაგჩაგროს, რადგან დაზარალდება მათი ინტერესი. ჩვენ უნდა ვიყოთ თვითონ პროექტების შემთავაზებლები და არ ველოდოთ იქიდან როდის გვეთყვიან ისიც რა მოდი საქართველოში ეს კაბელი გავიყვანოთ თუ რაღაცა. ჩვენთან უნდა იჯდნენ კრეატიული ადამიანები, რომლებიც აი ამ საჭიროებებს სწავლობენ ევროპის თუ აზიის თუ ჩრდილოეთის თუ სამხრეთის და თავაზობენ საქართველოს პოტენციალს ახალი პროექტების სახით. აი ეგ არის ეკონომიკა, ეგ არის სახელმწიფო და ეგ არის მოთამაშე საჭადრაკო მაგიდაზე და არა ფიგურა, ანუ რომელიმე შავი ან თეთრი უჯრედი, რომელზეც სხვები დადიან. სულ ეს არის. გასაგებია. ბატონო თემურ, მე ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში ჩემი სწავლა-განათლების პროცესის დროს, რომ დუბლირება მაშინდელ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში არ იყო თემატური, ასეა, ხო? კი. ესე იგი ფაქტობრივად სისტემა დაღებულია ის, რომ არ მოხდეს გადაფარვა და ესე იგი ის სისტემა არც თუ ისე საძაგებელი და საგინებელი იყო, ხო ესეა? ავტონომიური სოფლის მეურნეობა გაკეთებდა სოფლის მეურნეობის საქმეს. ზოოვეტერინარული პედაგოგიურ გეტახმებით. და აქ მაშინ ერთი კითხვა მიჩნდება. ყოფილი პუშკინის, შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური ინსტიტუტი. ის რა პროფილის დარჩება? იმიტომ რომ არის უცხოენების ინსტიტუტი, ანუ პედაგოგიური ინსტიტუტი დარჩება პედაგოგიური ინსტიტუტად. რომელიმე ერთმა უნდა ჩაინაცვლოს. აი, იმიტომ ვიკითხე ეს ორი რამ, იმიტომ რომ ასე რომელიმე ერთმა სახელმწიფოს ერთმა უნივერსიტეტმა უნდა შეინარჩუნოს ეგ პროფილი და მეორე უნდა ადაპტირდეს, რა ვიცი, სხვა რაღაცაზე. ანუ სახელმწიფომ უნდა თვითონ დადოს, რადგან ორივე მის დაქვემდებარებაშია, რა პროგრამებზე ამუშაოს ილიაუნი, რა პროგრამაზე ამუშაოს პედაგოგიური პუშკინის და ასე შემდეგ და შემდეგ. ანუ რეალურად სახელმწიფო, რომელიც მთლიანობაში ხედავს სახელმწიფოს საჭიროებებს, ის აკეთებს განათლების და ეკონომიკის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა უნდა კარგად შეუსაბამოს და ეს პოლიტიკა უნდა განახორციელოს თვითონ თან არგუმენტებით დაამტკიცოს, რატომ ჯობია ეს იმას, რომ ვიღაცეებმა საწყისშივე ფეხი არ მიკრან და არ გადამიბრუნონ მოწელილი რძის სათლი. გასაგებია. და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ ეს არის სახელმწიფოში და სახელმწიფოს დაქვემდებარებელი უმაღლესი სასწავლებლები, თუმცა ამავდროულად კერძო ინსტიტუტებს ეკნებათ ლიცენზია და პირობითად სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს ფაკულტეტი იურიდიული განათლების, ხო? იურიდიული ფაკულტეტი. არის კერძო რაღაცა დაწესებულება სასწავლებელი, რომელსაც აქვს ასევე იურიდიული ფაკულტეტი. და აი ამ ორი უწყების ეფექტურობას დაარეგულირებს, ესე ვთქვათ, ბაზარი, ხო? საგანმანათლებლო ბაზარი. კი, ეფექტიანობა ამ სასწავლებლების. გაუწევს კონკურენციას, ეყოლება აბიტურიენტი, ვერ გაუწევს და შესაბამისად დაიხურება. კი, მოთხოვნა გაჩნდება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში პრობლემაა და ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი, იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სხვა ფუნქციები. იმისთვის განათლება არის ბიზნესი. ანუ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ყავდეს და არ გარიცხოს, ცუდიც არ გარიცხოს, იმიტომ რომ გადამხდელ სტუდენტს კარგავს და როგორმე უნდა გადაიყვანონ კურსიდან კურსზე. და სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს მოთხოვნა, რომ მისცეს კვალიფიციური კადრები და ის კადრები, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება და შესაბამისად მისთვის ამოცანა, რომ ეს გახდეს ბიზნესი, აღარ არსებობს. და ახლა ყველაზე მწვავე შეკითხვა, ბატონო თემურ. მე და თქვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია და რას გულისხმობ, ნახეთ. სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო განკარგულების ხარჯზე იდეოლოგიური პლატფორმა განსაზღვრულია, ეს უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ არის დიდი კერძო სასწავლებლები, სადაც უბრალოდ ეროვნული იდეოლოგიის პლატფორმა საერთოდ არ არსებობს. ჩვეულებრივი ტრანსნაციონალური აზროვნების პატარა ფილიალებია. მე და თქვენ ამაზე გვისაუბრია, მიტინგზე
ახალგაზრდები რო გამოდიან, რა ტექსტებით საუბრობენ, ხანდახან მგონია საერთოდ აცდენილი არიან სამყაროს და რეალობას. ამას რა ეშველება? ესე იგი ეს სამჭედლო ისევ დარჩება ამ კერძო არა. იდეოლოგია არის ყველასთვის სავალდებულო, კერძოსთვის და არაკერძოსთვის და სპეციალობები აირჩიოს რაც უნდა. ანუ იდეოლოგია, სახელმწიფოს იდეოლოგია არის ყველასთვის სავალდებულო. და მე ის ბოდიში და ინჟინერებს გამოუშვებს თუ სოფლის მეურნეობის, იქ აღარ ვერევი. გასაგები. ძალიან კარგი. ეგ მაინტერესებდა ზუსტად, იმიტომ რომ როგორც სტუდენტი, ასევე ლექტორები და რექტორაძე რო არაფერი თქვა, ხანდახან ეჭკუაძე არის, სტუდენტი და ის რექტორი და ამას საერთო ჯამში მე კარგისკენ არაფრისკენ არ მეუყანერ და განათლებას რაც შეეხება, ბოლო შეკითხვა. მე მახსოვს რომ იქნებოდა აქტივები, სტუდენტური აქტივები და იყო ესეთი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში გაურკვეველი საკანონმდებლო აქტი იყო უმაღლეს სასწავლებლებში, როცა სტუდენტური აქტივი ირჩევდა დეკანს, რექტორის ჩათვლით. ეს იმედია აღარ იქნება, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ეგ არის ვითომ დემოკრატიულობის ნიშნით შემოგდებული ეშმაკი, რომელიც ხო იცით, მოდური სიტყვები რა არის, თელ მსოფლიოში რევოლუციებს დასავლეთი ახდენს მაგ სიტყვებით, იმას რა ქვია, დემოკრატია და თავისუფლება. შესაბამისად, იმისთვის რომ შენ აწიოს შენი ეს ყველაფერი, ესე იგი ამათ მას შემოაგდეს მოდი ბოლონიის მიმართულებიდან აი ეს ეგრეთ წოდებული ვითომ დემოკრატიის პრინციპი. დიდი ბოდიში და მშობელმა რა იცის რომელი პედაგოგი ვინ არის და მეორე სტუდენტები იმ სისტემიდან რომელიც საქართველოს სისტემა ჩვენ გვაქვს ხმას აძლევენ პედაგოგებს რომლებიც ნიშნებს ისე უწერს იმიტომ რომ მთავარია ეს გადამხდელი იყოს და კაიდედის შვილია ეს ლექტორი და გააგდოს მეორე თუ იქ გამოვა რუსთაველზე და რაღაცას გააპროტესტებს საგანი რომელიც უჭირს ჩაუთulis ოღონდ იქ გავიდეს მათ შორის გაცდენილი და შემდეგ ანუ რეალურად ხდება ვაჭრობა ახალგაზრდების აი ამ კონკრეტული რომ ვთქვათ პრობლემებით რაც ყოველად დაუშვებელი მე რომ მკითხოთ არის დანაშაული ესე იგი მივდივართ იქამდე რომ ეს საკითხი არის რაც დასახურია რაც დასატოვებელია და რაც აი იმ კონცეფციაში სახელმწიფოს განვითარების კონცეფციაში რჩება ის რჩება რომ ვთქვათ სტიმულირებული უფრო მეტიც გასაგებია იმიტომ რომ ეს სტუდენტური აქტივები მე ვიცი რა ფონდებით იკვებებოდნენ და შემდეგ მე ერთ მაგალითს მოვიყვან დიდი ხნის წინ იყო იმედი არ მიშლება ბატონ ლადო პაპავას რომ მოუწყვეს იქ ობსტრუქცია სტუდენტურმა კავშირმა გახსოვთ ხო და ეხა ეს ხო წარმოუდგენელი ლადო პაპავას აკადემიურობას ესარჩლებოდნენ პირველი მეორე კურსის სტუდენტები და თურმე რაღაც არ მოწონდა და არა და ფაქტი იყო ხო რომ ამ სტუდენტური ორგანიზაციების უკან რა ძალები იდგა კი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებული მეცნიერია და ერთ-ერთი რო იტყვან საუკეთესო სახე სხვა მეცნიერულ სკოლებში საქართველოდან სამწუხარო იყო ამის ხილვა და იმედია რომ ეს დასრულდება და საბოლოო ჯამში მან კი არ წრეს როგორც ყველა უწყებიდან სამინისტროებიდან ასევე განათლების სისტემიდან თუ გადევნის მიმდინარე არსებული ხელისუფლება ხო იქნება ძალიან კარგი და ამას რაც უფრო მალე გააკეთებს მით უფრო კარგი იქნება ჩვენ რო ლაპარაკობთ რომ ქვეყანა გვეკარგება და დემოგრაფია აღარ არის იმიტომ არ არის რომ 20 წლის განმავლობაში ისეთი თაობა წამოვიდა ყოველ წელს ახალი ის იყო რა ქვია მიღება დასრულების კურსები ხო 20 წელია 20 თაობა დავკარგეთ ფაქტობრივად ნუ პირობითი თაობა ანუ ყოველ გამოშვებას გულისხმობ და ეხა ამას აღდგენა უნდა კი ღმერთის წყალობით ყველა twin გადაბრუნებული არ იყო მაგრამ რამხელა პროცენტი იყო ბატონ თემურ ხო კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის როგორც ყოველთვის კომპეტენტური და პროფესიონალური პასუხები გაეცით კითხვებს ერთ პათოს უერთდები რომ აქ თქვენც ნახეთ ალბათ რომ კითხვების გარდა იყო უამრავი მოწოდება რომ როდის ვიხილავთ ბატონ თემურს დიდ პოლიტიკაში თქვენც დაადასტურეთ ძალიან მიხარია ეს ამბავი და იმედი მაქვს რომ 28 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თქვენ წარმოდგენილი იქნებით ამ პარლამენტში
რომელ გაერთიანებაში, სად და ასე შემდეგ ეს უკვე დეტალები ამას დრო ეგ გვაჩვენებს. მუშაობის პროცესშია ხო, ეს. რა თქმა უნდა და მე უკვე ის მიხარია, რომ თქვენ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდებით და მე ასევე ის მიხარია, რომ თქვენ და თქვენი თანამოაზრეები საკმარისი რაოდენობით ხართ, რომ საქართველოს რეალობა შეცვალოთ უკეთესობისკენ. მე თქვენი მხარდამჭერი ვიქნები მუდამ. აქ ვიქნები თუ საქართველოში. უღრმესი მადლობა ბატონ ნიკოლოზ. მადლობას ვუხდი ვინც უყურებს ჩვენ გადაცემას, ვინც აქტიურობს სვამს აქტუალურ შეკითხვებს. მე მოხარული ვიქნები, რომ ყველა სხვა შესაძლო გადაცემებში გარკვეული დრო დავუთმოთ ხოლმე შეკითხვებზე პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ხანდახან ჩანს, რომ რაღაც ლამას ფერებში ხატავს ეს რესპონდენტი და აბა როგორ გააკეთოს თუ იცის. ამიტომ როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ მივახციოთ ამა თუ იმ მიზანს, თუ მაგაზე პასუხი არ აგვაქვს, ესე იგი მოვიკოჭრებთ პოლიტიკაში. ისე რომ დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი, მოკლედ სტილი დაცული იქნება, კითხვა-პასუხების რეჟიმი გაგრძელდება და მე ვცდილობ, რომ ყველა ჩემს სტუმართან, ჩემს რესპონდენტთან მსგავსი ფორმა დავნერგო ბატონ გოჩასთანაც. ასე ვთქვათ, შევთანხმდით ამ თემაზე, ანუ დარგობრივზე თემატურებზე. და მოკლედ კიდევ ერთხელ ბატონ თემურ, დიდი მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ, საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით და მხოლოდ დროებით შევთანხმდით, იმიტომ რომ კითხვები კვლავ იქნება და უახლოეს მომავალში აუცილებლად შევხვდებით. აბა დროებით და ჯანმრთელობას გისურვებთ. კარგად გრძელდებოდეთ.